დღევანდელი ისტორია, რომელსაც ხშირად ინტერნეტ დეტექტივებისა და დო ნეტვორკის მოძრაობის დაბადებად მიიჩნევენ, 1968 წლის 17 მაისს არეულობათა ხანაში იწყება. მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა და მასობრივი ქაოსი, კენედის მკვლელობა კალიფორნიაში, მაგრამ აქ კენტუკის პატარა ქალაქ ჯორჯთაუნის მახლობლად დრო თითქოს გაჩერებულია. ნაცრისფერ პირქუშ დღეს ვილბურ რიდლი 25 გზატკეცილს მიუყვება. ის უბრალო კაცია, ჭის მთხრელი, რომელიც დამატებით ფულს შოულობს გზის პირას მინის იზოლატორების, ტელეფონის ბოძებზე დაკიდებული ძველი მწვანე მინის ნივთების შეძენით, რომლებიც კოლექციონერებს ძალიან აინტერესებთ. ვილბური გზის პირას შეკვრას ხედავს, მძიმე მწვანე ტილოს. აი ისეც კარვებისთვის ან ბაზრის მოედანზე ჯიხურებისთვის რომ გამოიყენება, ილო თოკით იყო შეკრული. ვილბური ცნობის მოყვარია, მაგრამ ამავდროულად ფრთხილიც. ადგილს ნელ-ნელა უახლოვდება. კარვის გარშემო ჯერ მწერებს ხედავს და შემდეგ ადამიანის ფეხს, რომელიც შეკვრიდან ჩანს. ამ მომენტში ვილბურ რიდლი პირველი მოწმე ხდება საქმეში, რომელიც მის ოჯახს მომდევნო 30 წლის განმავლობაში თანსდევს. ვილბური ძალიან შეშინებულია, არ იცის რა გააკეთოს და გზაზე გარბის და პირველ შემხვედრ პოლიციის მანქანას აჩერებს. დანაშაულის ადგილზე მალევე შერიფი ბობი ვენსი მოდის, რომელიც იმ მომენტში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გზის პირას ნაპოვნი გოგონას ცხედარი 30 წლის განმავლობაში უსახელოდ დარჩებოდა, რომ მას წლები მხოლოდ კარვის გოგონას სახელით დაიმახსოვრებდნენ და რომ მამაკაცი, რომელმაც მას რეალური სახელი დაუბრუნა, 1968 წელს ჯერ დაბადებულიც არ იყო. სკოტის ოლქის პოლიცია გაუგნებულია. პატარა ქალაქისთვის მსგავსი საქმე ძალიან უჩვეულო იყო. სამწუხაროდ ცხედარი ძალიან ძლიერ იყო დაშლილი. აუტოპსია მხოლოდ მცირე დეტალების დადგენა შეძლო. ახალგაზრდა ქალი, ასაკი შესაძლოა თინეიჯერობის ბოლოს ან 20-იანი წლების დასაწყისში ყოფილიყო. მთლიანად შიშველი, კარვის ტილოში გახვეული. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსია, მაგრამ ასევე აღენიშნება თავის არეში ვლაგვის საგნით მიყენებული ტრამვის ნიშნები. ასფიქსია არის მწვავე პათოლოგიური მდგომარეობა, რასაც უჟანგბადობა იწვევს. გვამის მდგომარეობა მიანიშნებს იმაზე, რომ გოგონა გზატკეცილის მახლობლად უგონო მდგომარეობაში დატოვეს, მაგრამ სავარაუდოდ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ტრანსპორტირების დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, უგონო მდგომარეობაში, მაგრამ არვის ტილოში რომ არ გაეხვიათ, მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება და ყოველ შემთხვევაში გონზე მოსვლის შემთხვევაში იქნება და თვითონ შეძლებოდა თავის დაღწევა ტილოდან. არვის ტილოს როცა ვამბობ, რეალურად პრეზენტის ნაჭერს გულისხმობ, არ ვიცი ამას რაღაცა კონკრეტული თარგმანი თუ აქვს ქართულში, მაგრამ რადგან მსხვერპლს კარვის გოგონას სახელით მოიხსენიებენ ამ საქმეში, მეც ამ სახელთან დავრჩები, მაგრამ დაახლოებით პრეზენტის ნაჭერს გულისხმობ. კიდევ ერთი მახასიათებელი დეტალი, რაც გაკვეთის შემდეგ დადგინდა, არის ზედა ორ წინა კბილ შორის შესამჩნევი ნაპრალი. ამ ნაპრალს დიასტემა ეწოდება. მაგრამ მსხვერპლს ჩანთა არ აქვს არც პირადობის მოწმობა, არანაირი სამკაული, მხოლოდ მწვანე კარვის ტილო კომპანიისგან, რომელიც ბაზრობებისთვის კარვებს ამზადებს. პოლიცია ამოწმებს დაკარგული პირების შესახებ ცნობებს და განცხადებებს, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი ემთხვევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროში 60-იანი წლების ბოლოს სხვადასხვა შტატების პოლიცია ძალიან ცუდად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ინფორმაციის გაცვლა რეგულარულ რეჟიმში არ ხდებოდა. მით უმეტეს ადამიანების მონაცემების, რომლებსაც ისედაც არავინ ეძებდა და რომელთა მონაცემებიც რეალურად არ ჰქონდათ მხოლოდ გაკვეთის შედეგად სავარაუდო მახასიათებელი ნიშნები. სამწუხაროდ ასე იკარგებოდა უამრავი მსხვერპლის საქმე
თაროებზე, რადგან ისინი საჭირო ადამიანების ხელში ვერ ხვდებოდნენ. იგივე მოხდა კარვის გოგონას შემთხვევაშიც. თვეები გადის ყოველგვარი სიახლის გარეშე და ნელ-ნელა კარვის გოგონა ადგილობრივ ლეგენდად მოჩვენებების ისტორიად გადაიქცა. 1971 წელს გვამის აღმოჩენიდან 3 წლის შემდეგ ქალაქის გამგეობამ გოგონას დაკრძალვა გადაწყვიტა და საფლავის მიწა ჯორჯთაუნის სასაფლაოზე გამოუყვეს. თუმცა ეს ანონიმური დანომრილი საფლავი არ იყო, როგორც მსგავსი შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული. უცნობი გოგონას ბედით შეძრწუნებულმა ქვის მთლელმა კარვის გოგონას საფლავის ქვა აჩუქა. სახელის ნაცვლად ქვაზე პოლიციის მიერ შექმნილი გოგონას სახის ესკიზი რეკონსტრუქცია დაიტანეს წარწერით კარვის გოგონა. აღმოჩენის თარიღი 1968 წლის 17 მაისი. ასაკი დაახლოებით 16-დან 19 წლამდე. საფლავის ქვა სახით, მაგრამ სახელის გარეშე. ჯერის რომ სხვერპლს ასე უბრალოდ ყველა კარვის გოგონად მოიხსენიებდა და ესე შემორჩა სხვერპლს ეს სახელი და შემდეგ საფლავის ქვაზეც კი ამ სახელით დაიტანეს. ასეთ ისტორიას ყოველდღიურად ნამდვილად ვერ მოისმენ. პატარა ქალაქი თავის ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ უსახელო გოგონას საფლავი ყველას არ დავიწყებია. ვილბურ რიდლი ყოველწლიურად სტუმრობდა საფლავს. როგორც ამბობდა, პასუხისმგებლობას გრძნობდა ამ უცნობი გოგონას წინაშე და იმედს არ კარგავდა, რომ ერთ დღეს მისი ვინაობა გაირკვეოდა. ყოველ წელს ველოდები ვინმეს, ვინც მას სახლში წაიყვანს. თითქმის 20 წლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს, მსოფლიო შეიცვალა. მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა ოფიციალურად გახსნილად ითვლება. ჯონ კენედის მკვლელობა კი და არა. ოფიციალური ვერსია არსებობს, მაგრამ საქმე ბოლომდე დახურულად მაინც არ მიიჩნევა და კითხვები ისევ არსებობს. წლების შემდეგ არც კარვის გოგონას ვინაობაა ცნობილი. ვილბური ისევ ყოველწლიურად მიდის უცნობი გოგონას საფლავზე, რომლის ისტორიითაც ისევ არავინ ინტერესდება. სანამ უცნობი გვამის ისტორიას თოდ მეთიუსი არიგებს. 80-იანი წლების ბოლოს თოდი 17 წლის მოზარდია ტენესიდან, როცა ის გოგონასთან სახელად ლორი ურთიერთობას იწყებს. აფერ განსაკუთრებული ორი თინეიჯერის სიყვარულის ისტორია, რომ არა ის ფაქტი, რომ ლორი ვილბურის ქალიშვილი იყო. ჰელოუინის სეზონია. ამერიკელების ერთ-ერთი ფავორიტი დღესასწაულის, რომელიც საშინელებათა ფილმების და მოჩვენებების ზეიმის დროა. თოდი და ლორი საღამოს ერთად ცხედან, სვამენ და ერთმანეთს საშინელებათა ისტორიებს უყვებიან. ვნახოთ, ვინ უფრო საშიშ ისტორიას მოყვება. როცა ლორი ნებისმიერი საშინელებათა ისტორიის შეჯიბრის მომგებ წინადადებას ამბობს. იცი, ერთხელ მამაჩემმა კარვის სტილოში გახვეული ქალის გვამი იპოვა. თოც აბსოლუტური შოკი ჰქონდა. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს უბრალოდ საშინელებათა ისტორია იქნებოდა, რომლის მოსმენისას სუნთქვა გეკვრის, მაგრამ თოდისთვის ეს ისტორია უფრო მეტი იყო. ის კარვის გოგონას ვერ ივიწყებს, გონებიდან ვერ იგდებს და ვილბურს სთხოვს 25 გზატკეცილზე იმ ადგილას მიიყვანოს, სადაც მან 20 წლის წინ გოგონას ცხედარი იპოვა. შემდეგ ის საფლავსაც სტუმრობს და ნელ-ნელა თავით ეფლება უცნობი გოგონას ისტორიაში. საიდანაც სამწუხაროდ გამოსავალს ვერ ხედავს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, სულ კარვის გოგონა უდრიალებს თავში. და ერთ დღესაც გადაწყვეტს ეს საქმე გამოიციოს. თოც აკვიატება პოზიტიური გაგებით უყალიბდება, როგორც თვითონ მოგვიანებით ამბობს, ის ჩემთვის უბრალოდ საქმე არ იყო. ეს უცნობი გოგონა ჩემთვის ნაშველები დასავით გახდა. თოდი ინფორმაციის შეგროვებას იწყებს, მაგრამ იმ დროს მკვლელობიდან უკვე 20 წელი იყო გასული. არც კი იცოდა საიდან უნდა დაეწყო. თან 1980-იანი წლების ბოლოს ინტერნეტი არ არსებობდა, უფრო სწორად ისეთი სახით, როგორც ჩვენ დღეს ვიცით. ამიტომ თოდი აგროვებს გაზეთების ამონარიდებს, ცდილობს დიდი ხნის წინ დაკარგული ინფორმაციის მოძიებას, ამოწმებს 1968 წლის კარნავალის მარშრუტებს კარვის სტილოს გამო, რომელშიც გვამი იყო გახვეული, რომლებსაც ქალაქში ან მის მახლობლად შოუები ჰქონდათ იმ პერიოდში, მაგრამ წლების განმავლობაში არაფერი ხდება.
არანაირი ახალი ინფორმაცია, რომელიც თოდს კარვის გოგონას ვინაობასთან მიიყვანს. თოდი და ლორი მალევე ქორწინდებიან და ჩვეულ საოჯახო ცხოვრებაში ერთვებიან. მაგრამ კარვის გოგონა ყოველთვის იქ არის, როგორც თოდი ამბობს, როგორც ჩრდილი მის გონებაში. 90-იან წლებში, მაშინ როცა თოდსაც აღარ ქონდა იმედი, რომ კარვის გოგონას ვინაობას ოდესმე გაიგებდა, საქმეში ტექნოლოგიური ასპექტი და კვლევის მეთოდების ცვლილება ერთვება. 1990-იანი წლების შუა პერიოდში ინტერნეტი კერძო სახლებში გამოჩნდა. ინტერნეტის სახლებში შესვლა ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი იყო თანამედროვე ციფრული კულტურის ჩამოყალიბებაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო ინტერნეტის აღქმა როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის და არა მხოლოდ აკადემიური ან სამხედრო ინსტრუმენტის. თოდმა მაშინვე შენიშნა ინტერნეტის პოტენციალი, რადგან მას აღარ სჭირდებოდა სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებში სიარული ინფორმაციის მოსაძიებლად და უმოკლეს დროში შეეძლო ათასობით ადამიანისთვის ინფორმაციის გაზიარება. ამ მიზნით თოდმა შექმნა ერთ-ერთი პირველი ვებსაიტი, რომელიც ერთ გაუხსნელ საქმეს ეძღვნებოდა. გვერდი კარვის გოგონასთვის. არაფერი განსაკუთრებული. საკმაოდ პრიმიტიული ინტერნეტ გვერდი, დასკანერებული პოლიციის ფოტოესკიზით, რეკონსტრუქციით და გაკვეთის ანგარიშში მითითებული ინფორმაციით. სულ ეს იყო. ვიცი ეს რამდენად პრიმიტიულად ჟღერს დღეს ყველაფრისთვის არსებობს Facebook-ის ჯგუფი ან Reddit-ი, მაგრამ მაშინ თოდი ნამდვილად პიონერი იყო ამ საქმეში. ინტერნეტმა მას შესაძლებლობა მისცა კონტაქტი დაემყარებინა სხვა მოყვარულ დეტექტივებთან და მათთან ინფორმაციები გაეცვალა. გარდა ამისა, თოდი დაკარგული პირებისთვის განკუთვნილ ერთგვარ ციფრულ საინფორმაციო დაფას ეძებს ადრეული ფორუმების ან საფოსტო სიების მსგავსად. ვიცი ახალგაზრდა თაობისთვის რამდენად უცნაურად ჟღერს ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც იმეც ვიტოვებ, რომ უმრავლესობას ესმის რასაც ვამბობ. ეს ინფორმაციის დაფა, რასაც სხვადასხვა საჯარო შენობებში შეხვდებით, ციფრული ფორმატით, რომ კარვის გოგონას მონაცემებისთვის შეედარებინა. წლების განმავლობაში ყოველდღიურად ამოწმებს ნებისმიერ ახალ ინფორმაციას და მიუხედავად წარუმატებლობისა, მაინც არ ნებდება. 1998 წელს იანვარში მოულოდნელად ხედავს განცხადებას, რომელიც არკანზასელი ქალის როზმარი ვესტბრუკის მიერ არის გამოქვეყნებული. განცხადების ტექსტი მოკლე, მაგრამ ზუსტია. როზმარი დასეძებს. განცხადებაში წერია: დაკარგულია 1967 წლის ბოლოდან. ადგილმდებარეობა ლექსინგტონი, კენტუკი. სულ რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც კარვის გოგონა იპოვეს. აღწერა ახალგაზრდა დედა, დაქორწინებული კარნავალის ცირკის მუშაკზე. მახასიათებელი ნიშანი წინა კბილებს შორის ნაპრალი. ტოდი იყინება, ვერ იჯერებს, რომ ყველაფერი ჯდება და ემთხვევა ადგილი, დრო, ქმრის პროფესია კარვის ტილოს ხსნის, კბილებში არსებული ნაპრალი, ლორი თოდის ცოლიყვება ერთ ღამეს როგორ გააღვიძა თოდის ხმამ. ვიპოვე და ზუსტად იცოდა ლორიმ ვიზე იყო საუბარი. თოდს როგორც თვითონ იხსენებს, ყველაზე რთული რამის გაკეთება უწევს, უნდა დაურეკოს ამ სრულიად უცნობ ქალს და უთხრას, გონი შენი დავიპოვე. თოდი ძალიან განიცდის, სრულ იმედების გაღვივების ეშინია, რომ არ გამართლდეს მისი ვარაუდი, შეიძლება უკვე იმდენად ამ საქმეში ჩაციკლული და იმდენად უნდა სიმართლის პოვნა, აჭარბებს და სიმართლეს იქ ხედავს, სადაც რეალურად არაფერია, მაგრამ თოდი როზმარის ურეკავს, როგორც იხსენებს, საკმაოდ მძიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, როცა თოდი კბილებში არსებულ ნაპრალს ახსენებს, ხაზის მეორე ბოლოში სიჩუმეა, რადგან როზმარი მაშინვე ხვდება, თოდი მისი დის შესახებ საუბრობს. რამოდენიმე თვის შემდეგ, 1998 წლის აპრილში, კარვის გოგონას ცხედრის ექსგუმაციის და დნმ-ის ტესტის შედეგად მათი ვარაუდი დადასტურდა. კარვის გოგონა სინამდვილეში ბარბარა ენ, შემოკლებით ბობი ჰაკმან ტეილორი იყო.
როგორც იქნა თოდმა კარვის გოგონას სრული ისტორია იცის. ბარბარა ბობი 24 წლის იყო. ასაკში ისევ რამხელა აცდენა, ვისაც ლინდა პაგანოს ისტორია გახსოვთ, ერთ-ერთი წინა ისტორია, რომელზეც გესაუბრეთ, ისევ იგივე თემა, თინეიჯერებსა და 20-ან, შუა 20-ან წლებს შორის ამხელა აცდენა სასამართლო ექსპერტიზის მხრიდან, როგორც ჩვეულებრივი ამბავი იყო. გარდა ამისა, ბობის პატარა ქალიშვილი ყავდა, რომელიც იმ დროს დაახლოებით 8 თვის იყო და წარმოშობით სანტ-ლუისიდან იყო. პირველი კითხვა, რომელიც ყველას უჩნდება, რატომ არავინ არ ეძებდა? რატომ არავინ არ გამოაცხადა დაკარგულად? მით უმეტეს თუ ოჯახი, ქმარი და პატარა შვილი ყავდა. ან როგორ მოხვდა ახალგაზრდა გოგონას გვამი სანტ-ლუისიდან, მისურიდან, ჯორჯთაუნში, კენტუკის შტატში და სწორედ აქ ჩნდება ეჭვმიტანილი მესი ქმარი, ჯორჯ ერლ ტეილორი. ჯორჯი ცირკის თანამშრომელი იყო და სამსახურის გამო მუდმივად მოძრაობაში იყო, ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა რეგულარული საცხოვრებლის გარეშე. ჯორჯი და ბარბარა ლექსინგტონში ხვდებოდნენ ერთმანეთს და რაღაც პერიოდი ბარბარა თავის პატარა ქალიშვილთან ერთად იქ ცხოვრობდა. ბარბარას და ჯორჯის ურთიერთობა არასტაბილური იყო, ხშირი კამათი და უთანხმოება ჰქონდათ. ბარბარას ოჯახმა იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ და ჯორჯი ეჭვმიტანილიც იქნებოდა თავის დროზე 1968 წელს ბარბარას გაუჩინარების შემდეგ. ჯორჯ ბარბარას ოჯახისთვის ტყუილი რომ არ ეთქვა, ბობი მიმატოვა და ის სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. არ მინდა მისი მოძებნა, მასთან აღარაფერი მოქვს საერთო. ეს იყო ინფორმაცია, რაც ჯორჯმა ბარბარას ოჯახს მიაწოდა. რადგან ბობის ზრდასრული იყო და იმ დროს კოორდინირებული საპოლიციო ძალები არ არსებობდა სხვადასხვა შტატებს შორის, ოჯახმა დაუჯერა ჯორჯს, უпростоრად ესე რომ ვთქვა, მოუწიათ ჯორჯისთვის დაჯერება. წარმოიდგინეთ 60-იანი წლები ინტერნეტის გარეშე იშვიათი სატელეფონო საუბრების შესაძლებლობა ასეთ შორ მანძილზე შტატებს შორის. ჯორჯი მათთვის ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო რეალურად. თან მათ იცოდნენ ჯორჯის და ბობის რთული ურთიერთობის შესახებ და თავიდან ეგონათ, რომ ბობის არ სურდა, რომ ეპოვნათ. იქნებ ჯორჯისგან იმალებოდა, რეალურად ამიტომ გაიქცა, მაგრამ ის ფაქტი, რომ 8 თვის გოგონა ჯორჯთან დატოვა, ყოველთვის დიდ კითხვის ნიშანს ტოვებდა ბობის ოჯახთან. ეგონათ, რომ ბობი მალევე გამოჩნდებოდა და ერთად იზრუნებდნენ მისი შვილის დაბრუნებაზე. მაგრამ ბობი აღარ გამოჩენილა. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც ის მათ აღარ დაუკავშირდა, მისმა დამ როზმარიმ დაიწყო ძებნა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჯორჯს საცხოვრებელი მისამართიც კი არ ჰქონდა, სად უნდა ეპოვათ. თუმცა ყველა მტკიცებულება ჯორჯ ტეილორზე მიუთითებს. კარვის ტილო, მისი სამსახურიდან გამომდინარე იოლი მისახვედრი ხდება, საიდან გაჩნდა ეს მატერია. ლექსინგტონთან სიახლოვე, სადაც დადასტურებული ფაქტია, რომ იმ პერიოდში ჯორჯის ცირკის ჯგუფი წარმართგენებს მართავდა და იმ ადგილიდან, სადაც გვამი იპოვეს, ქალაქი საკმაოდ ახლოს არის. ყუილი, რომელსაც ის ოჯახს უყვებოდა, რომ ბობი მიატოვა და მისი ძებნა აღარ სურდა. არც პოლიციისთვის მიუმართავს და დაკარგულად გამოუცხადებია თავისი ცოლი. მოგეთ, ძალიან ბევრი ესეთი დეტალია, რომ უბრალოდ თვალს ვერ დახუჭავ ამ ყველაფერზე. მაგრამ სამწუხაროდ მიუხედავად სიმართლის გარკვევისა, სასამართლოში სამართლიანობის აღდგენის და ამ სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა აღარ მიეცა ბობის ოჯახს. ჯორჯ ერლ ტეილორი კიბოთი გარდაიცვალა 1987 წლის ოქტომბერში, თითქმის ზუსტად მაშინ, როცა თოდი კარვის გოგონას საქმით დაინტერესდა. მწარე ირონიაა, რომ თოდს თავიდანვე არ ჰქონდა დამნაშავის პოვნის და დასჯის შანსი, მაგრამ მის მთავარ მიზანს კარვის გოგონასთვის იდენტობა დაებრუნებინა ამდენი წლის შემდეგ მაინც მიაღწია. სასჯელს რაც შეეხება კიბოთი გარდაცვალება 80-იან წლებში, სასამართლოს განაჩენით თუ განაჩენის გარეშე კარმა თავის გზას ყოველთვის პოულობს. ბარბარა ხელახლა დაკრძალეს, ამჯერად კარვის გოგონას ახალ საფლავის ქვაზე მისი სრული სახელია დატანილი, ბარბარა ენ ჰაკმანი. მოსიყვარულე დედა, ბებია და და. ოჯახმა ქვიდან ამოიღო სახელი ტეილორი, ქმრის, სავარაუდო
მკვლელის სახელი მიუხედავად იმისა, რომ ეს ბობის ოფიციალური სახელი იყო. ბარბარას ქალიშვილის იდენტობა უცნობია, მას საჯარაობა არ სურს, როგორც ირკვევა ის მამის ნათესავებთან იზრდებოდა. არა გასაკვირი, რომ არც შვილის გაზრდა არ უნდოდა ჯორჯს და მას სრული ინფორმაცია აქვს დედის ისტორიაზე. რამდენად აქვს კავშირი ბობის ოჯახთან, სამწუხაროდ უცნობია. ჩვენს თოდს, რაც შეეხება დღევანდელი ისტორიის რეალურ გმირს, ის ამ საქმის შემდეგაც არ გაჩერებულა. თოდი გახდა Dow Network-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოგვიანებით NAM USA-ის დაკარგული და უცნობი პირების ეროვნული სისტემის კომუნიკაციების უფროსი. Dow Network-ი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად მოხალისეებისგან შედგება და მას აქვს კონკრეტული მისია უსახელოებს სახელი დაუბრუნოს და დაკარგულები თავიანთ ოჯახებთან გააერთიანოს. პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება, ესა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც აერთიანებს ორ რამეს, რომლებიც ხშირად პოლიციის გაყოფილებაში ცალ-ცალკე ფაილებში ხვდებიან. დაკარგული პირების შესახებ ანგარიშები და ამოუცნობი ცხედრები, John და Jane Doe-ს, რასაც ეძახიან, როგორც იცით, სასამართლო საქმეებში იდენტობის დასაცავად Jane-ს ქალისთვის და John Doe-ს კაცისთვის იყენებენ, რაც დღეს უკვე განზოგადებული გახდა და ნებისმიერი ამოუცნობი იდენტობის დასასახელებლად გამოიყენება ხოლმე. 1998 წელს კარვის გოგონას საქმის წარმატება Dow Network-ის კატალიზატორი გახდა. Todd Matthews-მა გააცნობიერა, რომ მისი წარმატება არ შეიძლებოდა იზოლირებულ ინციდენტად დარჩენილიყო, რადგან ამ საქმემ დაამტკიცა, რომ ინტერნეტზე წვდომის მქონე ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეძლოთ ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც ხშირად პოლიციისთვის იურისდიქციული საზღვრების გამო ძნელად მისაღწევია. გზელი თავდაპირველად 1999 წელს ჯენიფერ მარას ვებსაიტის სახით შეიქმნა, მაგრამ Todd Matthews-ი მალევე შეუერთდა ამ მოძრაობას, სადაც თავისი გამოცდილება და ხედვა შეიტანა და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა. გზელის სამუშაო პრინციპი მარტივია, თუმცა საკმაოდ შრომატევადი. მოხალისეები ქმნიან უცნობი, გარდაცვლილი და დაკარგული პირების დეტალურ პროფილებს. მათ შორის ტანსაცმლის ფოტოებით, ტატუებით და სახის რეკონსტრუქციებით. და საზოგადოება, ეგრეთ წოდებული ვებ დეტექტივები, ადარებენ ამ პროფილებს აქტუალურ განცხადებებს დაკარგული ადამიანების შესახებ. ისინი ეძებენ შესაბამისობებს სიმაღლის, ასაკის, დროის ჩარჩოს და გამორჩეული მახასიათებლების მიხედვით. როდესაც მოხალისე თვლის, რომ შესაბამისობა იპოვა, ამ დამთხევას განიხილავს შიდა პანელი და შემდეგ ოფიციალურად გადაეგზავნება შესაბამის გამომძიებელს, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეზე მუშაობს. გზელი დღესაც ძალიან პროდუქტიულია. 2025 წლის სექტემბრის მონაცემებით მასში 127-ზე მეტი გახსნილი საქმეა დაფიქსირებული, რომელთა გახსნაშიც საიტი უშუალოდ მონაწილეობდა. თოდი ასევე 2011-2020 წლებში NAM USA-ის კომუნიკაციების განყოფილების დირექტორადაც მუშაობდა. ამ პროგრამის შესახებ სხვადასხვა უკვე გესაუბრეთ, როგორ გამოიძია Reddit-მა 40 წლის გაუხსნელი მკვლელობა. ზუსტად იმ ვიდეოში ეს არის ონლაინ მონაცემთა ბაზა, ნებისმიერი დაკარგული ამოუცნობი პირის შესახებ დროის შეზღუდვის გარეშე. თუმცა წინა ისტორიაში დავინახეთ, რომ არც ეს სისტემა უნაკლო. Dow Network-ის მემორიალური გვერდის თანახმად, Todd Matthews-ი 2024 წლის 3 იანვარს 53 წლის ასაკში ლივინგსტონში, ტენესის შტატში გარდაიცვალა. სამწუხაროა, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ. კარვის გოგონა საქმე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ინტერნეტ იუზერებს იმ დანაშაულების გამოძიება შეუძლიათ, რომლებიც პოლიციას თაროზე რჩებათ. ამ საქმის და Matthews წყალობით Dow Network-ი ციფრული ინსტრუმენტი გახდა, რომელიც გამოძიებას ეხმარება, რომ აღარავის მოუწიოს 30 წლის განმავლობაში იდენტობის დასაბრუნებლად ლოდინი. მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისმა პირმა ფაილი ვერ ნახა. ან მონაცემთა გაცვლა და პოლიციის კოორდინირებული მუშაობა ვერ მოხერხდა. ეს იყო დღევანდელი ისტორია. ერთი ოჯახის 30 წლიანი კავშირი უცნობი გოგონას საფლავთან.
კარვის გოგონასთან, რომლის ცხედარიც ვილბურ რიდლმა 1968 წელს შემთხვევით იპოვა, ხოლო 30 წლის შემდეგ თოდ მეთიუს მამას ვინაობა დაუბრუნა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმეზე? მაინტერესებს თქვენი აზრი. ყველას ერთნაირად გვჯერა, რომ ჯორჯი ქმარი არის დამნაშავე ამ კოლობაში, თუ გაგიჩნდათ რაღაც განსხვავებული შთაბეჭდილება, რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. მე ვფიქრობ, რომ ყველას ერთნაირად გვჯერავს, რომ ჯორჯი არის დამნაშავე ამ საქმეში. სიამოვნებით გამიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში და აუცილებლად თავს გავფრთხილდეთ.